მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. ვიწყებთ ახალ ვლოგს და გავატაროთ დღე ერთად. პირველ რიგში მინდა პირადად მოგიხადოთ მადლობა ყველას თქვენი კომენტარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის, მოლოცვისთვის. მართლა არ მეგონა რომ ამხელა ნახვას და კომენტარებს დაიმსახურებდა ჩემი წინა ვიდეო. ფიზიკურად ვერ ვახერხებ ყველას პასუხის გაცემას, რადგან უამრავი კომენტარი შემოვიდა ერთ ღამეში და კომენტარები დღემდე შემოდის მოლოცვის. უღრმესი მადლობა თქვენ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის. ახლა რაც შეეხება დღევანდელ ვლოგს, გასული ვიყავი დილიდან რაღაც წვრილ საქმეებზე. ჩვენთან ისეთ ცივა რომ დღისით კი არა დილით იყო -5 გრადუსი. რასაც ქვია გავიყინეთ, თმაც კი მომეყინა და აი აქ ახლაც კი მტკივა. არ ვიცოდი რომ ასე ძალიან ეციებოდა და ქუდი არ დამიფარებია, ამიტომ თავი გამეყინა. თითქმის 2:30-ია. ვამზადებ ბავშვებისთვის სადილს. ჩვენთან დაიწყო ზამთრის არდადაგები, სულ რამოდენიმე დღე გასტანს. ბავშვებს პირველი ტრიმესტრის ატესტატები გადასცეს, ამიტომ რამოდენიმე დღე მისცეს დასვენებისთვის და მოვამზადებ ბავშვებს ახლა სადილს. შემდეგ არ ვიცი, კიდევ ნიცასთან ერთად ვაპირებ ბიბლიოთეკაში წასვლას. დიდი ხანია გვთხოვს რომ ბიბლიოთეკაში დავარეგისტრიროთ და ახლა უკვე თავისუფალი ვარ, დრო ძალიან ბევრი მაქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ უკვე აღარ გადავდოთ ეს საქმე და დავარეგისტრირო ბარემ ბიბლიოთეკაში. რაც შეეხება დღევანდელ სადილს, მოვხარში ბრინჯი და შევწვავ ქათმის ფრიკადელებს, ანუ კატლეტებია ქათმის. ასეთი კატლეტები პირველად შევიძინე და იმედი მაქვს რომ გემრიელი იქნება. წესით ამას შეწვა არ სჭირდება, უბრალოდ შეიძლება მიკროველში გაცხელება, მაგრამ მე მინდა რომ კარგი წითელი იყოს, ამიტომ შევწვა. და ასევე ბრინჯსაც მოვაყრი მარილს, დავუმატებ ცხიმს. მოვამზადებ სადილს, შემდეგ მივალაგებ სამზარეულოს და გავაფორმოთ სამზარეულოს ლამაზი კუთხეები ერთად. იქამდე კი ცოტა ვიჭორავოთ. ერთ-ერთმა ქალბატონმა კომენტარებში დამიწერა, რომ თუ შეიძლებოდა რომ მეთქვა ბავშვებს როგორი რეაქცია ჰქონდათ. კიდევ ამ ქალბატონმა ძალიან ბევრჯერ მოიბოდიშა და ბოლოს წაშალა კომენტარიც კი, ალბათ მოერიდა, არ ვიცი. ჩემი აზრით სწორი დასმული შეკითხვა იყო, ამიტომ დღეს მინდა რომ ამ შეკითხვას გავცე პასუხი. მე თვითონაც არასწორად დავსვი ახლა ეს შეკითხვა. მოკლედ შეკითხვა იყო ასეთი, თუ რა რეაქცია ჰქონდათ ბავშვებს იმაზე, რომ კიდევ ერთი პატარა შეგვეძინებოდა. მოკლედ გოჩას ძალიან უნდოდა და იკვანძამიკო სულ ერთია, რადგან გოჩას ძალიან უყვარს პატარა ბავშვები და ხშირად მთხოვდა რომ კიდევ ერთი ბავშვი გამეჩინა. ერთხელ მოვიდა სკოლიდან, სკოლაში ახლა სექსოლოგიას სწავლობენ და მითხრა რომ თურმე გაიგო რომ 50 წლამდე ქალს შეუძლია უპრობლემოდ ბავშვის გაჩენა და მოვიდა და თხოვდა რომ ჯერ დრო არის, 30 წლის ვარ და კიდევ შემიძლია ბავშვის გაჩენა და რატომ არ ვაჩენ. ხოლო ნიცას პირიქით ყოველი გოჩას თხოვნაზე, იმაზე რომ პატარა ბაია უნდოდა გოჩას, ნიცას რეაქცია ასეთი იყო. აი ზუსტად ამ სიტყვებს ეუბნებოდა ხოლმე გოჩას. გოჩა, ეხლა ან გაჩუმდები, ან ენას ამოგაგლეჯავ.
შენი თავი ხო არ მაკლია და ეხლა პატარა ბაია აიტანე. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობა დაგეგმილი იყო და რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ ეს დღეც დადგებოდა, მას შემდეგ რაც გავიგე, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია ნიცას თუ ისე, რომ მოკლედ ლამაზად და არ მიიღო ტრავმა ან სტრესი, რადგან მე მარტო არ ვარ, ეს ბავშვიც თინეიჯერია, ბოლო-ბოლო გარდატეხის ასაკი აქვს და მინდოდა რომ რაიმე ისე მეთქვა, რომ მოკლედ კარგად მიიღო. თავიდან იქიმთან რომ მივედი, დამისვეს დიაგნოზი გარეორსულობა და ექიმმა არ დამაყენა აღრიცხვაზე, მომცა 3 კვირა დრო, ამ დროს არანაირი წამალი არ მიმიღია, უბრალოდ ვსვავდი რაღაც ვიტამინებს და ასე მითხრა, რომ თუ 3 კვირის შემდეგაც გარეორსულობა იქნება, მაშინ ოპერაციას ჩაგიტარებენ, თუ არა და აღრიცხვაზე დაგაყენებ უკვე ჩვეულებრივო. სახლში რომ მოვედი, თავიდან ვიფიქრე, რომ 3 კვირის მერე თუ ყველაფერი კარგად იქნება, ბავშვებს მერე მივაწვდით ამ ინფორმაციას, მაგრამ ყოველდღიურად რაღაცნაირად თითქოს გულზე ლოდი მედო ის, რომ ძალიან მინდოდა, რომ მეთქვა აბსოლუტურად ყველასთვის, მაგრამ თან ვნერვიულობდი, რომ შესაძლებელი იქნებოდა მომავალი ოპერაცია. 3 დღის შემდეგ ვეღარ მოვითმინე და საღამოს ნიცა ოთახში ხატავდა, რომ შევედი გულახდილი საუბრისთვის. მეთქი ნიცა, მე და შენ ხომ დაქალები ვართ, ხო და ერთი საიდუმლო მაქვს და მინდა რომ როგორც ჩემს დაქალს გითხრა თქო. და ვუთხარი, რომ შეიძლება პატარა ბავშვი გვეყოლოს, ოღონდ 3 კვირაში გავიგებთ ზუსტად გვეყოლება თუ არა თქო. და ამ დროს გამომხედა, გაეცინა და მეუბნება, რომ რატო 3 კვირაში იხსნება ბავშვთა სახლი? მეთქი არ არა ბავშვთა სახლი, უბრალოდ მუცელში პატარა ბავშვი მყავს თქო. და წამიერი დუმილი ჩამოვარდა, ესე გამომხედა და მეკითხება, რამდენი კვირის ხარ? როგორც უკვე გითხარით, სკოლაში გადიან ამ ყველაფერს და ამათმა ჩემზე კარგად იციან კვირებიც და საერთოდ ორსულობა და ორსულობის პერიოდიც. და მეთქი ჯერ პატარა, მეთქი ნიცა 4 კვირისაა და მიყურებს და მეუბნება, 4 კვირა ბავშვი მუცელში ყავს და ეხლა მეუბნები? მეთქი მეც სულ ახლახანს გავიგე და ამიტომაც გეუბნები თქო შენ და ამ დროს ეს რაღაცნაირი გახარებული სახით შემომხედა და დაიყვირა, რომ ვაიმე დედა რა მაგარია დე, აი შენ ვერ წარმოიდგენ რა მაგარია და დაიწყო ხტუნაობა, წამოხტა აქეთ-იქით სირბილი. მოკლედ თან მეუბნება, რომ ყველას უნდა ვუთხრა და ჩემს დაქალებს უნდა ვუთხრა და ჩემი კლასელები გაგიჟდებიან და ეს რა მაგარი რაღაცაა და მაგ დროს მივხვდი, რომ არ უნდა მეთქვა. მართლა იმ დროს მივხვდი, რომ მეთქი ეს რა გავაკეთე, მართლა რომ გარეორსულობა იყოს ან რაიმე, საერთოდ როგორ გადაიტანს თქო ეს ბავშვი და მაშინ მივხვდი, რომ შემდეგ ექნებოდა ტრავმა და მაშინ ექნებოდა სტრესი, თუ ეს ყველაფერი ოპერაციით დამთავრდებოდა და ასე ჩაივლიდა. მოკლედ გადავწყვიტეთ შემდეგ, რომ გოჩას არ ვუთხრათ, გოჩამ გაიგო სადღაც 2 კვირაში, რადგან გოჩასთვის რომ გვეთქვა, მთელი ქალაქი გაიგებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ აბსოლუტურად ყველას ეტყოდა და აი სიხარულისგან შეჰყრიდა მოკლედ მთელ ქალაქს. შემდეგ ნიცას ავუხსენი რა თქმა უნდა, ყველაფერი თუ რატომ 3 კვირის შემდეგ გავიგებდით, გვეყოლებოდა თუ არა ბავშვი. მოკლედ თავს მევლებოდა და დღემდე თავს მევლება. ინტერნეტში ყითხულობდა გარეორსულობის სიმპტომებს, შემდეგ მოდიოდა წარამარა და მიკითხებოდა მუცელი გტკივა ან მარჯვენა მხარეს, აი ამ ადგილას გტკივა. რომ მეუბნებოდი არა, მეუბნებოდა ხო კარგია, ეს კარგია.
მოკლედ ყოველ ყლუპყავასაც მithვლი და რომ არ შეიძლება ბავშვისთვისო და ეს ბავშვი უნდა გადარჩეს იცოდე აუცილებლად და თავს გაუფრთხილდი, ფეხსაც არ მადგმევინებ და მოკლედ კარგად მიფრთხილდებოდა. ამ ყველაფერსაც ასე უბრალოდ არ ჩაუვლია, ჯერ გარეორსულობა იყო, ვითომ შემდეგ ემბრიონი არ ჩანსო, მერე გულისცემა არ არისო და მოკლედ ბოლოს დამტკიცდა, რომ უბრალოდ ნაყოფი პატარა იყო და არ შეესაბამებოდა იმ თარიღს და იმ კვირებს, რაც უნდა ყოფილიყო. 3 კვირით პატარა არის ნაყოფი, ვიდრე გამოთვლით უნდა ყოფილიყო, ექიმის თქმით ასე ხდება ხოლმე, ამიტომ 3 კვირის შემდეგ, მოკლედ როგორც აპარატმა აჩვენა, ისე დამედგინეს უკვე დიაგნოზი და ისე ამიყვანეს აღრიცხვაზე. ამასობაში ამოვიტანეს სარდაფიდან ეს დეკორაციაც და როგორც იქნა ჩემს ყავის კუთხეს ეღირსა გაფორმება, როგორც ნახეთ ჭიქები გავრეცხე, რადგან ეს ჭიქები აქ უბრალოდ დეკორაციისთვის არ დევს, ყოველ ჯერზე სიამოვნებით ვხმარობთ და შემდეგ ისევ უკან ვდებ. დღეს ვაპირებდი ყველგან გაფორმებას, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, რადგან როგორც უკვე გითხარით, ბიბლიოთეკაში წავედით მე და ნიცა, თან პირველად მივდიოდით, ამიტომ არც ვიცოდი ჯერ სად იყო ნორმალურად და თან დარეგისტრირებასაც დრო სჭირდება, ამიტომ ცოტა ადრე გავედით სახლიდან. And I'm burned by the morning light. I make the same mistake more than twice. Same song, but brand new dance. I wear out my 3rd second chance. You take my breath and I can't get it back. Might be time for me to face the facts. The best me is with you, but I know I got a lot to prove. They think we're too damaged to fix, but we're just working through a little rust. They like to say we're just young, but I know we won't give this up. Sometimes I lose my mind, and some days it's hard to find the reason why you stay by my side. You and I break our hearts open in half just to see if we'll put them back. No matter what they try, I'll stay by your side. It's you and I. It's you and I. We go back and forth every time, waiting for one of us to cross the line. You got me and I got you, and we got a lot to prove. They think we're too damaged to fix, but we're just working through a little rust. They like to say we're just young, but I know we won't give this up. Sometimes მოვჭი უკვე სამზარეულოს გაფორმებას, ახლა გაჩვენებთ ბარემ ბოლო შედეგს. აქ ნიცამ თავისთვის და გოჩასთვის ორცხობილებზე შოკოლადის კარაქი წაუსვა. ახლა არის 5:30 და 5-ისთვის ვაპირებთ სახლიდან გასვლას, ამიტომ უცებ გაჩვენებთ ბოლო შედეგს. ჩემი აზრით ულამაზესია, ფარდები მაქვს კიდევ შესაცვლელი და ამ დღეებში ჩამოვხსნი და დავკიდავ სხვა გულებიან ფარდებს.
შემდეგ გავემზადეთ და წავედით ბიბლიოთეკაში. მოკლედ გოჩა ვერაფრით ვერ დავითანხმე, რომ ჩვენთან ერთად წამოსულიყო. ესეც მე და ნიცა ველოდებით ავტობუსს და სულ ცოტა ხედი გადავიღე ავტობუსიდან, უკვე ბნელდება, სადაცაა დაბნელდება და სახლში რომ წამოვიდით, უკვე გვიანი იყო. გუშინ მაწვნის სუპი მოვამზადე, იყო სახლში მაწვნის სუპი, ამიტომ დღეს იმდენად უკვე ვახშამზე აღარ მიფიქრია და შემდეგ მივირთვით მაწვნის სუპის აღამოს. ნიცა დავარეგისტრირე ბიბლიოთეკაშიც, ბიბლიოთეკა არის უზარმაზარზე, უზარმაზარი ალბათ, რომ შევედით დავიკარგეთ, 6 საათზე უკვე იკეტებოდა, ამიტომ ძლივს მოვასწარით რაიმეს აღება. როგორც ყოველთვის გადაღება არ შეიძლება, ცოტა გადავიღე თქვენთვის და აქ იყო აბსოლუტურად ყველა ენაზე წიგნები, სამწუხაროდ ვეძებდი და ქართულად ვერ ვიპოვე, აუცილებლად სხვა დროსაც გავყვები ნიცას და კიდევ ერთხელ მოვძებნი ქართულ ენაზე წიგნებს. დღე დავასრულეთ ვახშმით, აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, მომავალ შეხვედრამდე.